ღირსი შიომღვიმელი მოღვაწეობდა მე-6 საუკუნეში. იგი 13 ასურელ მამათაგანია. იყო ანტიოქიელი. მისმა მშობლებმა ღვთისმოსავმა აზნაურებმა მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღვთო წერილის კითხვა. 20 წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმინდა იოანემ, რომელიც წინასწარმჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, თავის მოწაფეებს კი უთხრა: იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღვთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამე თუ ღმერთსა გამოურჩევიეს. შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულ მშობლებისგან აეღო ნებართვა. გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა. ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და უდაბნოში დარჩენის ნება დართო. 20 წელი დაჰყო ღირსმა შიომ უდაბნოში მამა იოანესთან. უანგარო მოღვაწეობისა და მორჩილებისთვის მან კურნების ნიჭი მიიღო. შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა ზეგარდმოჩვენება. ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წამოსულიყო ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. იმ 12 თანამოსაგრეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმინდა მამამ, შიოც იყო. საქართველოში ჩამოსული მამები ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ. შემდეგ კი კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით და მამა იოანეს რჩევით სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად. დაყუდების მოყვარე შიომ თავისი სულიერი მამისგან უდაბნოში წასulis ნებართვა ითხოვა. მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეში იპოვა მღვიმე და დაიწყო მოღვაწეობა. ის ადგილი იმ დროს მიუვალი, უწყლო, მხეცებით სავსე იყო. მრავალი ნაკლულოვანება და შიში განიცადა აქ მამა შიომ, მაგრამ ყველაფერი დაითმინა. ერთხელ მთელი ღამის მხურვალე ლოცვის შემდეგ განთიადისას მთელ ხევს საკვირველი ნათელი მოეფინა და წმინდა შიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად. ყოვლადწმინდა ქალწულმა გასაცდელთა შინა გაძლიერება აღუთქვა წმინდა ბერს. ერთხელ სარკინეთის მთებში სანადიროდ წავიდა ფარსმან მეფის სპასპეტი, ციხე დიდის მთავარი ევაგრე. აქ მან ღირსი მამა გაიცნო და მასთან დარჩა სამოღვაწეოდ. გამოჩენილი სპასპეტის უდაბნოში წასვლა მალე მთელმა ქვეყანამ გაიგო. ღირს შიოსთან და ევაგრესთან მრავალი მლოცველი მიდიოდა. ბევრმა მათგანმა ღირსი ევაგრეს მიბაძა და უდაბნოში დაიწყო მოღვაწეობა. ერთხელ ღირსი შიო ლოცვად დადგა და ღმერთს შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის ეკლესიის ასაშენებელი ადგილი. წმინდანმა საცეცხლურის ნაცვლად ხელის გულით აკმია საკმეველი. ცეცხლმა ხელი არ დასწვა. წმინდანი საკმეველის კვალს გაჰყვა და იქ, სადაც კვალმა პირდაპირ ცისკენ აიწია, თავისი კვერთხით ეკლესიის ადგილი დასახა. ასე მიანიშნა უფალმა წმინდა შიოს თუ სად უნდა აეშენებინა ტაძარი. როცა ფარსმან მეფემ ევაგრეს ბერად შედგომა გაიგო, ძლიერ ეწყინა და თვითონ წაბრძანდა შიოს უდაბნოში. მეფემ ისეთი საკვირველი მადლი იხილა წმინდა შიოს სახეზე, რომ გვირგვინი მოიხადა და მის წინაშე დაიჩოქა. მამა შიომ მოწიწებით აკურთხა მეფე, წამოაყენა და თავისი ხელით დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი. მეფის მხლებლებმაც თაყვანი სცეს მამა შიოს. მათ შორის იყო ერთი დიდებული, რომელსაც მარჯვენა თვალი დაზიანებული ჰქონდა ისრისგან. მან მუხლი მოიყარა შიოს წინ, შეახო თვალი მის ფეხს და განიკურნა. ფარსმან მეფემ ღირს მამას კითხა, თუ რა სჭირდებოდა უდაბნოსათვის. წმინდა შიომ კი უპასუხა: უფალო, მეფე, გულნი მეფეთანი ხელთა შინა ღვთისათა არიან, ვითარცა რა ჯერ გიჩნს ყავ. ანუ რაც შეგიძლია ის გააკეთეო. მეფემ უდაბნოში ეკლესიის ასაშენებლად დიდ ძალის საფასე, 4 დაბა, ბარძიმ ფეშხუმი, ოქროს ჯვარი და მშვენივრად შემკობილი მეფე ვახტანგ გორგასლისეული სახარება შესწირა. როცა ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს, ფარსმან მეფე ამჯერად უდაბნოში კათალიკოსსა და ეპისკოპოსებთან ერთად ჩაბრძანდა. მოვიდა თვით წმინდა იოანეს ზედაზნელით და ახლად აგებული ტაძარი აკურთხა. შემდგომ ამისა მეუდაბნოე ძმათა რიცხვმა 2000-ს მიაღწია.
უდაბნოში სასწაულ მოქმედი განდეგილის სანახავად და მისგან კურთხევის და კურნების მისაღებად მრავალი ადამიანი მიდიოდა. წმინდა შიო მრავალ სასწაულს იქმოდა. ერთხელ მონასტრის სახედრებს მგელი შემოეჩვია და ბევრი დაგლიჯა. როცა ეს ამბავი წმინდა შიომ გაიგო, ილოცა და უფლის განითხოვა ეს მგელი სახედრების წყემსად ქცეულიყო. და ასეც მოხდა. ამის შემდეგ ერთგულად წყემსავდა სახედრებს. ერთხელ კი წმინდა იოანე ზედაზელმა იხმო თავისი მოწაფეები და უბრძანა, ეჩვენებინათ თუ სულიერების რა საზომს მიაღწიეს. წმინდა შიომ ხელის გულზე დაიდო ნაკვერჩხალი და საკმეველი დააყარა. სასწაულის ხილველი ხალხი გაკვირვებული ადიდებდა უფალს. ბოლოს წმინდა შიომ თავისი სულიერი მამის იოანე ზედაზნელისა და საქართველოს კათალიკოსის ლოცვა კურთხევით შეკრიბა მოწაფეები. მისცა მათ წესი, დაუნიშნა წინამძღვრად ღირსი ეევაგრე და მის მიერვე გათხრილ მღვიმეში განმარტოვდა. ქრისტეს სიყვარულისთვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით. ბოლოს ღვთისგან სიკვდილის მოახლოების გამოცხადების შემდეგ მიიღო წმინდა ზიარება, ხელები აღაპყრო და მშვიდად ჩააბარა უფალს სულის სიტყვებით: ჰოი უფალო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა. სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა შიო მღვიმელის წმინდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთის საშინელმა ჭირმა მოსრა. შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმინდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნიეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს.